იყურებს ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერით. დღეს ევროკავშირისგან სწრაფას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ვისურვებდი ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველობაზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება მისი დემოკრატიის და ევროპისგან სწრაფად დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. ამის შესახებ პათუმელების დაფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხიდან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომელიც პათუმელების ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა. როგორც მზია ამაღლობელი წერს, ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული და ჩვენ გვჭირდება თქვენი ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის პრიზი სახაროვის პრემია გადაეცა ოფიციალურად მზია ამაღლობელს და სწორედ ამ გადაცემის ცერემონიალზე წაიკითხეს მისი წერილი, რომლის ნაწყვეტი მე გაგაცანით. დღეს ასევე გაკეთდა განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით და რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ. კაია კალასი ამბობს, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნებაო, განაცხადა მან. ასევე გაგაცნობთ კიდევ ერთ განცხადებას, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მეცოლა ამბობს, მზია ამაღლობელი და ანჯეი პიჩობუტის სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან. მიმართვა ყველა იმ ქართველს, ვინც თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ეს პარლამენტი მტკიცედ დგას თქვენს გვერდითო, განაცხადა მან. დღეს სამაგიეროდ კრიტიკა არ იყო და შეიძლება ითქვას, რომ დადებითი კომენტარი ისმოდა ევროსაბჭოდან. ალენ ბერსე ამბობს, ევროსაბჭოს მდივანი, სულ შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალი წელი ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია. ამავდროულად საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებთანო, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ. ეს განცხადება მოყვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს შეუერთა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. ქართული ოცნების მიმართ ქება იცმოდა რუსეთიდანაც. მოსკოვის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული. იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში ხურდა ფული არ იქნებაო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს DST-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობისკენ ისწრაფვის. თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალ ვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს, თქვა მან. კერძოდ კალუგინის თქმით, საქართველოს არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახმევდნენ თავს. ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივახციეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახების სარგებელი მოაქვსო, განაცხადა კალუგინი. ჩვენ გადაცემის პირველი სტუმარი ამ თემებზე იქნება თეონა კუბარტია, პოლიტიკოსი, მივესალმებ მას, გამარჯობა თეონა, უპარტიო პოლიტიკოსი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ ამ ბოლო განცხადებით, მრავალ ვექტორული პოლიტიკა, რუსეთი ფაქტობრივად იგივეს ამბობს, რასაც ხო ქართული ოცნების მომხრეები ან ექსპერტები ამბობენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა კი არ არის რაღაც პრორუსული, არამედ არის მრავალვექტორული. ყველასთან ვიყოთ კარგად. თუმცა ჯერჯერობით ევროკავშირთან და ამერიკასთან კარგად ყოფნა არ გამოდის, მაგრამ მაინც მრავალვექტორული ქვია ამ პოლიტიკას. და ბევრს მოსწონს ეს საქართველოში. მრავალვექტორული მერაბ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მრავალვექტორული პოლიტიკა რო ხონდეს, არა, ისინი რაც ძახიან ერთია, ისინი იმასაც ძახიან, რომ ღირსებით ევროპაში მიდიან, მაგრამ არ მიდიან არც ევროპაში და არც ღირსებით. შესაბამისად ეს არის ეს განცხადება იყო იდენტური ნარატივის შემცველი, რასაც ვისმენთ ქართული ოცნებიდან. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს არის რაღაცა მეოთხე განყოფილების დირექტორატის DST-ს საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის განცხადებასთან მით უფრო ჩვენ DST-ში საერთოდ არა ვართ, მე ესე მახსოვს რომ ჩვენ დავტოვებთ DST-ში. შესაბამისად, აქ არის გარკვეულწილად შეიძლება რუსებს ისევ იქ მგონი ვართ და ამიტომ ეს კაცი მოგვან მაგრეს. კი, არა, რა თქმა უნდა, ეს კაცი არაფერს ახალს არ ამბობდა, თუმცა დღეს გარკვეულწილად იყო აი ეს როგორ რუსულად ამბობენ პადაჩას, ხო? აი შემოქმედილი ნაბიჯი იყო გადადგმული იმ
ცუდი, ასე რომ ვთქვათ, გამოხმაურების ფონზე, რაც ჰქონდა ირაკლი კობახიძეს თურქმენეთში, როდესაც ერთის მხრივ ჩავიდა პუტინთან ერთად, იქიდან დასავლეთი ლანძღა, ვერც ვერაფერი ვერ უთხრა პუტინს, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ვერც ის გაბედა, რომ რუსეთისგან ოკუპირებულია ჩემი ტერიტორიებიო და სახელები დაისახელებინა, ვერც ეს ვერ თქვა, ანუ არაფერი არ წამოვიღეთ, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო ამ განცხადებაში, რაც იყო არის ის, რომ რუსეთი ღიად საუბრობს ერთის მხრივ აქებს რეჟიმს და მეორეს მხრივ აქებს იმიტომ რომ ის ეკონომიკურ შედეგებს იღებს აქედან როდესაც რუსეთის ასე ვთქვათ ამ პროცესში რუსეთი საქართველოს აქებს და როდესაც დიდრდება ამ ომის ფონზე და ჩვენ გარკვეულწილად რაც ჩვენზე თქვა აქტიური კავშირები გვაქვს ანუ არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ახლა ერთი რა არის რუსეთის ინტერესი და მეორე რა არის საქართველოს ინტერესი ხო ყველა ქვეყანა დავითანხმები ქართულ ოცნებას უნდა მოდიოდეს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც რუსეთისგან არის, ასე ვთქვათ, მორღვეული და ოკუპაციასთან ერთად არა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარება ამ ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ მათ შორის ანექსიის პროცესი მიდის, აგერ იყო გახმოვანებული მათ შორის ამბავი, რომ აფხაზეთის მკვიდრებს რუსული პასპორტებით გაიწოვენ მაშინ რა ამ სპეცოპერაციაში ესე ეძახიან რუსები ამ მომს და მათ შორის უამრავი პროცესები აქ გალის ტერმინალი რაღაცა ჰაბი რაც საზღვრის გადმოწევას ფსოუდან გალამდე გულისხმობს ისევე როგორც მათ შორის რკინიგზის გახსნას ასე დინამიური პროცესები მიდის ჰაბის საკითხს ესე სხვასათაშორისო და არ მინდა რომ გავუშვათ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანია კი უცებ გაირკვა რომ ვინც არის ჩვენმა რადიო მსმენელებმა და მაყურებლებმა რომ აუხსნათ რომ უცებ გახდა ცნობილი რომ ენგურის მიღმა აფხაზებმა ააშენეს დიდი ტერმინალი საბაჟო ტერმინალი თან გამოგვიცხა თქვენს რომ ამას საიდუმლოდ ვაშენებთ თუ რაღაცა ის არ მოყოლოდაო დიდი ამბებიო და ახლა აშენდაო და გამოვაცხადეთ რომ აშენდაო. ეხლა რატო ვაშენებთო? რატო აშენდაო? ხო რომ რუსეთს დავეხმაროთ დასავლეთისგან სანქციების თავისთან არიდებაში ამ გზის მეშვეობითო. თან დააყოლა იმ გენდირექტორმა რომელიც არის ამ ჰაბის დირექტორი რომ რკინიგზაც მოყავსო ჩემჩივიდან გალამდეო, გალიდან არაფერი აღარ რჩება შემდგომ რკინიგზის ჩვენს კონტროლება ტერიტორიამდე მოყვანამდე, მით უფრო მაშინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ამ რკინიგზის გახსნაში პრობლემას ვერ ხედავდა, მაგრამ ავიწყდებოდა რომ აფხაზეთის სტატუსი არის მთავარი პრობლემა, პოლიტიკური სტატუსი და იმავდროულად აქ მთავარი თემა რა არის? მე რა ხა წარმოგიდგენია შენ ხარ ჟურნალისტი, მე ვარ პოლიტიკოსი, არც შენ, არც მე, ჩვენი სპეცსამსახურები არ გვყავს, ხო? მაგრამ ჩვენ ვუყურებთ მედიას, ქართულ ტელეარხებს და 2023-ში ფორმულამ გაუშვა ვიდეო დრონის კადრები, როდესაც ეს საბაჟო ტერმინალი შენდებოდა გალში ამ ენგურის ხიდს მიღმა. ქართულ სპეცსამსახურებს ეს ბევრად უფრო ადრე უნდა ცოდრონდათ, ვიდრე სიტყვაზე ეს დრონის ვიდეო კადრები გავიდა ქართულ მედიას საშუალებაში. შესაბამისად, მათ ეს იცოდნენ 2023-მდე იცოდნენ 2022-ში დაიწყეს როგორც კი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა, მაშინ კერძო ინვესტიციებით დავიწყეთო ამბობენ და პირველად მიზანი არის რომ რუსეთს დაეხმარონ. მაგრამ საუბარი აქ არის იმაზე რომ ირანიდან წამოვა დატვირთული ფურა გაივლის საქართველოს კონტროლება ტერიტორიას შევა შემდგომ ენგურის ხიდით ოკუპირებულ აფხაზეთში, იქიდან როგორც ეს გენდირექტორი ამბობს, წავა ოჩამჩირეში და იქ დაცლის რკინიგზის ტერმინალში ამ ტვირთს გამობრუნდება უკან, საუბარია მათ შორის ინდოეთზეც და რიგ სხვა ქვეყნებზე და თან მუშაობაო რუსეთშიო ამ მესამე ქვეყნებთან ამაზე მიდის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მძღოლები ვერ იქნებიანო თუ არ აღიარებენ ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობასო. და როდესაც აი ეს პროცესები მიდის, თან საუბარია იმაზე, რომ თავად რუსები ლობირებენ ამ საკითხს რუსეთში და საუბარია იმაზე, რომ რკინიგზის გახსნაზე 2023-ში დაიწყო რაღაცა საქმიანი საბჭო ქართულ-რუსული რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც რუსული მედია ამ საბაჭო პალატის ხელმძღვანელის თქმა და დაყრდნობით საუბრობს, ამიტომ რაღაცა პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ აქ არაფერს არ გვეუბნება ჩვენი ბედნიერი რეჟიმი, ამბობს რომ რაღაცა აქცენტი კეთდება ჟენევის ხელშეკრულებაზე და მე მინდა უბრალოდ მაყურებელს შევახსენო, რომ ჟენევაში შეთანხმება შედგა, როდესაც ჩვენ
ვეცით უფლება რუსეთს, რომ სოფლიო საბჭოთა ორგანიზაციაში შესულიყვნენ, რომ ფსოუზე და ზუგდიდში აფხაზეთის მიმართულებით ყოფილიყო შვეიცარიული კომპანია. ეს იყო სააკაშვილის დროს და არსად არ ყოფილა გალის რაიონი. აქ უნდა ყოფილიყო შვეიცარიული კომპანია, რომელიც გააკონტროლებდა ტვირთების მოძრაობას საბაჟო ფუნქციით, მაგრამ არსად არ ყოფილა გალში ეს და ამიტომ მაშინ გარკვეულწილად აფხაზები ნაწყენებიც იყვნენ, რომ აბსოლუტურად ამოვარდნენ. უნდა ყოფილიყო ერთის მხრივ ფსოუზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფსოუზე და მეორეს მხრივ ზუგდიდისკენ, ანუ ხიდს აქეთ ჩვენს მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე. ამიტომ როდესაც ამ ხოლმე ფული დაიხარჯა, ეს პროცესი მიდის, რუსები ამბობენ, რომ მუშაობენ და აქეთ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუვერენიტეტს იცავს, აქ რა თქმა უნდა დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, მით უფრო მეორე და მძიმე ამბავი არის მერაბ ჩორჩანა, რომელიც არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას საკითხი, ჩორჩანას ტყესთან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზიები ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ჰქონდა და ტალკის საბადოზეც კი ყავდათ ინვესტორი მოძიებული მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და ჩორჩანაში ახლა მათი დე-ფაქტო პრეზიდენტი მარიონეტული რეჟიმის ჩავიდა და გზა გაყავს ჩორჩანას საგუშაგომდე. ანუ ის უღრანი ტყე, რომელიც გაკაფეს გახარია მარტო რომ მოიკიდა ზურგზე ეს ჩორჩანას საგუშაგო, რასაც გვიმტკიცებდა მთელი ქართული ოცნება, იგზა როდესაც გაიკაფა სპეციალური ტექნიკით, აქეთ ამ მხრიდანაც ახლა ცხინვალის მხრიდანაც მოდის ეს გზა საგუშაგომდე და როგორ ფიქრობ რა მოხდება, როდესაც ეს გზა იქ მოვა საგუშაგოში, მაშინ როდესაც პოლიტიკურად ეს უკვე გადაცემულია მათთვის და ბრალი შეკერილია გახარიასთან მიმართებაში და ყველაზე საგულისხმო იყო, როდესაც სუსის ანალიტიკური უფროსმა შეცვალა ნარატივი ერგნეთის შეხვედრებიდან, როდესაც გამოვიდა იმ პოლიტიკური დღესასწაულიდან გამომდინარე, რაც ჩორჩანაზე იყო. ამიტომ რა თქმა უნდა, კითხვები უამრავია, ისევე როგორც თავისუფლად შეგვიძლია გამოთქვათ ეჭვი, რომ კაპიტულანტური პოლიტიკა საბოლოო ჯამში გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგს ამ ტერიტორიული მთლიანობისთვის. აი ამ ფონზე, როდესაც კობახიძე იქ ჩადის, რა მოაქვს საქართველოსთვის? აი აქ ეს არის თავარი კითხვა, რომელიც არის უპასუხოდ დარჩენილი გარდა იმ საფრთხეებისა, აშხაბადში, გარდა იმისა, რაც უკვე ხედავთ. საინტერესო ის არის, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობენ. ოკეი, შეიძლება არ იყოს ცუდი, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის, მაგრამ ვერც ლაპარაკებიან ბოლომდე. ხო, ანუ ჩავიდა კაცი იქ, ნახეთ მათ შორის კადრები, რომ ბედავენ რომ ხა პუტინს დაელაპარაკონ. და აი ეს ჰაერში გამოკიდება არ ვიცი ხა ანუ რაღაცა სხვა გზებით აქვთ მათ როგორც ჩანს კონტაქტი ხო რუსეთთან იმიტომ რომ ხა ოფიციალური რაღაცა ქვედარგოლით არ ვიცი ვერ გეტყვით ხო ან ბიზნესმენშვილს აქვს რაღაცა სხვა არხებით კონტაქტი იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა ოფიციალურად რუსეთს არ ელაპარაკება რომ ვთქვათ რომ აი მიდის რუსეთთან მუშაობა რაღაცა იმის რა ქვია ურთიერთობების არა გამოჯობესება არის ორი ფორმატი ერთი არის ჟენევის ფორმატი სადაც არის საუბარი მეორე არის ყოფილი აბაშიძე კარასინის ფორმატი სხვა არის უკვე ანუ რაღაცა პრემიერ-მინისტრი თუნდაც იქ აშხაბადში რომ ჩავიდა თუ გვეუბნები რომ იცი რა ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა ჩვენი ბედი ესე გითხრათ ხო რაღაც იმის რა ქვია პროევროპელების აზრი არ გვაინტერესებს ჩვენი მიზანია რუსეთთან აღვადგინოთ კარგი ურთიერთობა ვინ მამადაღლი ვინ არის მაგის წინააღმდეგი თუ გექნება კარგი ურთიერთობა რუსეთთან ხო მაშინ დაჯექიდა როგორც ფაშინიანი ელაპარაკება ალეევი ელაპარაკება დაელაპარაკება პუტინს მაგრამ ამასაც ვერ ბედავენ არ ვიცი ჩვენი შიშით არ ვერ ბედავენ თუ სხვა რა მიზეზი მე ვფიქრობ რომ გარკვეულად ჩვენი შიშიც არის აი ეს წინააღმდეგობის შიში არსებობს მაგრამ აგერ ეს კალუგინი გვეუბნება რომ ძალიან კარგი ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს. მედიამ გაატარა ლავროვის განცხადება, იმიტომ რომ კალუგინი არავინ არ არის საგარეო საქმეთა მინისტრის შედარებით. ხო, ლავროვმა ღია თქვა, რომ ჯერჯერობით არ არისო საქართველოს მზად დიპლომატიური ურთიერთობების აღწევენათო. ხაზი გავუსვა ჯერჯერობით და ბურთიო საქართველოს მოედანზე არისო. ეს იყო სულ რაღაცა აგერ 10 დღის წინ. მაგრამ ამ კალუგინის განცხადებაში უშუალოდ ეს არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, კარგი კონტაქტებია. ხო, და მე ამას ვამბობ, რომ ოფიციალური კონტაქტები ჩვენ ვერ ვხედავთ. ხო, რაღაცა დახურული არხებია. დახურული არხები, მოდი, მე გაგახსენებთ აი ეს PPRO არის ვიღაცა ცეცხლაძე, ფრენების აღდგენა როგორ მოხდა ხო და როგორ ჩამოყრენ პირველ რეის მოსკოვიდან, როდესაც დაეშვა თვითფრინავი. ეს ხალხი იყო, ანუ ეთნიკური ქართველი რუსები, რომლებიც იქ პუტინის ხელდასმულები არიან და მუშაობენ კრემლის ინტერესების წინსვლაზე საქართველოში. ამიტომ ეს არაფორმალური მხარე ხა რომანოვი რო გახდა ფარცხალაძე და მანამდე რო იმან რა ქვია
ეროვნულმა ბანკმა მთელი ბრძანება გამოსცა იმისთვის, რომ მისი სანქცირებული ქონება მას ადვილად გაეტანა. ეს ხო არავის არ დავიწყებია. და მე გითხრას, რომ თურმე ეს მამაძაღლი და მომპარავი კაცი ყოფილა და სახლი გაუჩხრიკეს და რაღაცა მთელი ამბები იყო ამასთან დაკავშირებით. ხო, ამიტომ ეს ეჭვები ერთია, მეორე არის რის გამო არის სანქცირებული მათ შორის ბიზნესა ივანიშვილი რუსეთთან კავშირების. ირაკლი ყობახიძე რომ პუტინს შეხვედრა და აქ ამბავს ატეხავდით და ასე შემდეგ. გააჩნია რაზე ილაპარაკებდნენ, ხო? არა, მოდი რა შეხვედრა. ერთი არის შეხვედრა და მეორე არის პუტინს ელაპარაკო დეოკუპაციის საკითხზე. არავინ ამბავს არ ატეხავს. არა, პუტინს დეოკუპაციის საკითხზე უნდა ელაპარაკო ისე რომ შენ მეგობრები გიმაგრებდნენ გვერდს, აგრეთვე ზელენსკიც ესაუბრება ხო რუსებს და მთელი ევროპა უდგას გვერდზე ზელენსკის. მე ხარ შორს ვარ იმაზრიდან რომ ზელენსკი რომელიც ომში ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კუთხით პარალელურად უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე რომ როდესაც შენი დასავლელი მეგობრები გაწიე და მას ტაერი უწოდე დარჩი მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან, როდესაც შიგნით ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა არ გაქვს და როდესაც ნახევარზე მეტი მოსახლეობის თუნდაც ნახევარი ფიქრობს რომ ქიმიური იარაღით მოწამლე უსასტიკესა და გაუსწორდი და ციხეში ჩაყარე ადამიანები დაჩაგრე ამ ვითარებაში რომელ ტერიტორიულ მთიანობაზეა საუბარი და მე რა კიდევ ერთხელ რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს ირაკლი ყობახიძე იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი რომელმაც მთავრობის პროგრამიდან დეოკუპაციის ხედვის დაპირება ამოიღო და კაცი რომელიც ერთხელ ცხოვრებაში საოკუპაციო ხასთან არ გასულა და ამით ის ამაყობს მე იქო რამე საქმეობა და მიხოთ იმის რომ თანამდებობა აქვს ეგეთი და აი რა ხედვით მიდიან ამ დეოკუპაციამდე თან მე გაგახსენა ბიზნესა ივანიშვილი რომელიც წინასწარში რომ გამოდიოდა და ამბობდა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდებაო ეხა ხმა მომეცეთ იმიტომ რომ ოპოზიცია ქვეყანა რო გავამთრელო ხმასო არ მისცემსო კონსტიტუციასო და იქვე უთხრა რუსეთმა და კრემლმა რომ არც იოცნებონ ამაზე და რომ წავიდნენ და აღიარონ აფხაზეთსა ცხენვალის დამოუკიდებლობა რაც უფრო მეც დაუთმობ რუსეთს და რაც უფრო მეტად სუსტი ხარ მით უფრო მეც მოითხოვს და მეც მიიღებს შენგან ეს იყო რუსეთი ყოველთვის და ჩვენ ეს რა ვიცი 30 წლის მანძილზე რაც ისტორიული მეხსიერება მე ამ დამოუკიდებელი საქართველოსი მაქვს ეს ერთი საკითხია მეორე არის ჩვენი წარსული და 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული რუსეთი არასდროს არაფერს არ ასრულებდა და ამ ვითარებაში რა ხედვით მივდივართ და რას მიიღებთ ამიტომ არ არის მრავალვექტორული პოლიტიკა ეს არის რუსული პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობის რო მას ვთქვათ რა ქვია კი ბატონო ბოლომდე დავალაგო ხან ოფიციალურად ისინი ვერ ხვდებიან ვერც პუტინს ვერც ლავროვს და ვერავის იმიტომ რომ აქ ამბავი ატყდება და ამის ეშინია. ჯერ კიდევ ხალხის ეშინიათ. გასაგებია, თუმცა ოფიციალურად ასევე ამბობენ შავ პაპუაშმა თქვა, ჩვენც ვართო ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეო, მაგრამ ამის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიულ აღდგენა უნდა იყოსო, ანუ დიპლომატიურ ურთიერთობებს ასე ამბობენ, ოფიციალურად ასე ამბობენ. საერთაშორისო ორგანიზაციებში ისინი სულ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ განცხადებებს, უკრაინას უჭერენ, აგერ ეხლა მე წავიკითხე. არა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, კი ბატონო. მადლობა ევროსაბჭოს დევნის, რადგან როგორც თქვი, საქართველოს შეუერთა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივების კომპანიას, მაგრამ ამავე დროს რუსეთი კმაყოფილია საქართველოს პოლიტიკით. ხო, ეს ახლა ძალიან საინტერესო თემა არის და ამბობენ რომ იცი რა, შვენიერი პოლიტიკა საქართველოს მოხდა იმის რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გაძლევს ხმას და ასე შემდეგ. მე მეჩვენება და არ ვიცი ამ დამეთანხმები რომ მათ აქვთ უბრალოდ შეთანხმება ასეთი, აი არაფორმალური არხებით, რომელიც ალბათ კალუგინმაც ახსენა ხო და გულისხმობდა იმის შესახებ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც იყო აქამდე, ისე დარჩებია. და ამაზე ორივე მხრიდან არის თანხმობა. ანუ თქვათ გაეროში ხმას ჩვენ მივცემთ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. და ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? არა, ეს არაფერს არ ცვლის. არაფერს არ ცვლის ერთი ეს, რუსეთს არანაირ პრობლემას არ უქმნის. მეორე თემა არის, რომ შენ თუ საქართველოს რუსეთს დაუჭერს ხარს, მაშინ რუსეთმა შენ სასარგებლოდ უნდა დაუჭეროს, ხო რეზოლუციას ხარი და ხა რუსეთი აფხაზეთის აღებას რა ქვია? დევნილების დაბრუნებას ვარ დაუჭერს ხარს. ამიტომ რუსეთსაც აწყობს. ამით ამაყობენ ხოლმე ქართული ოცნების მომხრეები, რომ აი ნახეთ რუსეთის წინააღმდეგ აძლევს ხმას, ეს რუსეთს აწყობს. რომ ის წინააღმდეგ გაძლევს ხმას, მას არანაირი ზიანი არ ადგება, მაგრამ სანაგროდ მას ვალდებულება არ უჩნდება, რომ შენ სასარგებლოდ მისცეს, ხო, ანუ აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას დაუჭიროს და არა, ისინი ღიად წინააღმდეგებიან ამას და ამის გაკეთებას ამარაპირებენ არაფერს საერთაშორისო ორგანიზაციებში შენ როგორც აძლევით ჩემს წინააღმდეგ ხმა მიეცი, მე შენს წინააღმდეგ მივცემ
აგი პრობლემა არ არის, მაგრამ დანარჩენი რაც მჭირდება იქ სანქციების თემა იქნება, რაც იქნება, აქ ხო ამ რაღაც ფარული არსებით ვიკონტაქტებთ. მარტივად რო გავიგოთ, რატომ არის ამ შემთხვევაში მთელი ეს არსებული პოლიტიკა პრორუსული. აი ძალიან მარტივად გეტყვით, ერთის მხრივ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა ნახოთ, უსაფრთხოების კონცეფცია ნახოთ მათი და მათი ინტერესები, რომელიც ძალიან დეკლარირებულად წერია ამ დოკუმენტებში. მათი ინტერესი არ იყო, რომ საქართველო ყოფილიყო დემოკრატიული, იმიტომ რომ ერთის მხრივ დემოკრატია იყო გზა ევროპისკენ და ეს მათ არ აწყობდათ. მეორე, საქართველოში წარმატებული დემოკრატიული მოდელის შექმნა მათივე რეჟიმის უსაფრთხოებისთვის იყო საფრთხე, არც ეს არ აწყობდათ და ამ ვითარებაში ქართულმა ოცნებამ დღეს რასაც ვხედავთ, ზუსტად ერთ წელიწადში დემოკრატიასაც უცვალა პირი ავტორიტარიზმისკენ და ნატო და ევროკავშირის დაასრულა, ხო, ქაღალდზე სათაურად დაგვრჩა კანდიდატის სტატუსი, რომელიც 2 წლის წინ ყველას გვაზე იმა. შესაბამისად, ეს უკვე დიდი საქმე, ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესის გაკეთებულია. ეხლა დარჩენილი არის ეს ტერიტორიული მთლიანობის მორღვეული ტერიტორიული მთლიანობის გაფორმების საკითხი, რატომ აი მროთ თუ როდესმე გექნებათ შესაძლებლობა კითხეთ ივანიშვილის რეჟიმს, რაში დაჭირდა წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნის გაფორმება პარლამენტში, რომ ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა, თუ არ აპირებენ ისინი ხელი მოაწერონ ძალის გამოყენებლობის შეთანხმებას. აი უბრალოდ ლოგიკა არ მესმის, რაში დაჭირდა. ბიძინა ივანიშვილი ამას ხო დიდი ხანი ამბობდა, რომ ომი დაიწყო მიშამ. მაგრამ აი ეხლა რაში დაჭირდათ პარლამენტით ამის გაფორმება, თუ საფუძველს არ ქმნიან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ. ან ჩორჩანას საკითხი გახარიასა 20 ივნისზე ვერ მიუჭიდნენ იმ ბრალს, ჩორჩანა რო არ გაეკვეხებინათ, იქ აი რაში დაჭირდათ ჩორჩანა და რატომ ეხლა ჩუმად არის მამუკა მდინარეძის კანტორა, სუსი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხზე, როდესაც გზა მიყავს იქიდან, როგორც თვითონ ამბობენ და სურათები გამოაქვეყნა მათმა საინფორმაციომ. შესაბამისად, ეს არის ის კითხვები, რადგან მათგან პასუხები არ არის და ეს კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ ისინი ბოლოდ რუსეთის გავლენის სფეროში არა მხოლოდ მკვიდრდებიან, არამედ გაფორმების პროცესებთან შეიძლება მივიდეთ, თუ ჩვენ წინააღმდეგობა გავაჩერეთ. და ის, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამოსული, არის წინააღმდეგობის და ხალხის თემა, აი ასეთი რაღაც რა დავარქვათ ამას ფარული ურთიერთობა თუ ნახევარტონებით რაღაც საუბარი ბოლომდე არ დათმობა, მაგრამ თან ვითომ რაღაც დათმობა და ასე შემდეგ, სახის შენარჩუნება, ხო, სადამდე გაგრძელდება ასეთი ურთიერთობა? რამდენად გაგრძელდება ის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მერე, როგორ გაგრძელდება? აი ეგ არის საკითხი, ხო, რამდენად მისცემს რუსეთის საშუალებას, რომ საქართველოს ოცნება ისევ ასე სახე შეინარჩუნოს, ვითომ დეოკუპაციას ითხოვს, ვითომ რაღაც იქ ხვას აძლევს წინააღმდეგ და არა, დეოკუპაციას როგორ ითხოვს, იქეშ და ოკუპანტის სახელმწიფოს პრეზიდენტი და ის არ უთხრა, რომ შენ გაქვს ჩემი ტერიტორიები ოკუპირებული. აი, ისიც კი ვერ უთხრა, ან რაღაცა გზავნილი რომ გაეგზავნა თავის მოხსენებაში, რომელიც არაფერი არ ამბობდა, ხო? ამიტომ არც არაფერი არ გაუკეთებია ერეკლი კობახიძეს ამ კუთხით, თუნდაც პუტინისთვის პირში ეთქვა, რომ შენ ხარ ჩემი ქვეყნების 20% და 22% ოკუპანტი და რაღაცა დავილაპარაკოთ. ეს მაინც ეთქვა ადგილზე, რომ დავილაპარაკოთ. ოკუპაცია სიტყვა ახსენა, ოკუპაცია მიერ არის ოკუპირებული და რა ტერიტორიები იყო, ეს არ ხსენებია. არა, მაგაზე არ არის საუბარი, რა კონტექსტში ახსენა ოკუპაცია, ხო? ოკუპაციას მოაყოლა სიტყვა მშვიდობა. ზოგადად კონფლიქტები და ხო? ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული, მაგრამ ჩვენთვის თავი არის მშვიდობა. ეხლა ეს რა გზავნილია, რომ ანუ ოკუპაცია ფეხებზე მკიდია, მთავარი მშვიდობა. ხო, ეგ იყო მთავარი, ანუ იმიტომ კი არ ჩავიდა, რომ ქვეყნის გამთლიანებაზე საერთოდ არ არის ქვეყნის გამთლიანება ამათი არანაირი ამოცანა. აი, ქართული ოცნება 2012 წლიდან რაც მოვიდა ხელისუფლებაში, არც ერთხელ არ განუახლებია დეოკუპაციის ხედვა. აი, როგორ უნდა გამთლიანო ქვეყანა, ეს რაღაცა ხო უნდა ქონდეს დოკუმენტი, როგორ ხედავ, ჩვენ ყველა ერთად როგორ გავერთიანდეთ ამ ხედვის ირგვლივ, როგორ ვიმუშაოთ. ეს დოკუმენტი არ შეუქმნია ქართულ ოცნებას და ამიტომ მათთვის ეს ინტერესი არც არ ყოფილა. შესაბამისად, მრავალვექტორული პოლიტიკაც არის ტყუილი და ეს არის ჩვეულებრივი პრორუსული პოლიტიკა და როდესაც ლაპარაკია უკრაინაზე, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხის დასრულება, სამართლიანი მშვიდობა და ხანგრძლივი არის ჩვენი ინტერესიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ამოცანა იქნება, სალამ უკრაინაში დასრულდება პროცესები, როგორც არ უნდა დასრულდეს, მან გააფორმა საქართველოში გამარჯვება და ეს ნეიტრალიტეტის ყადაღებული თემაც, რის გამოც იქ ჯერ ალექსანდრე ღვთისმშიაშვილი გაუშვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 22 ნოემბერს და შემდგომ უკვე თავად კობახიძე ჩავიდა, სადაც საპატიო მთავარი სტუმარი პუტინი იყო. მე ვფიქრობ, ემსახურება იმას, რომ არჩევნები როდესაც იქნება და ეს არჩევნების სიტუაციურად ტაქტიკუსია ბიძინა ივანიშვილი და როცა დასჭირდება, მაშინ გააკეთებს ნეიტრალიტეტი ჩაანაცვლონ 60
2018 მუხლით და ესეც ერთ-ერთი დღის წესრიგი მგონია და აქაც აუცილებელია ჩვენი აქტიურობა და ჩვენი ადეკვატური კომუნიკაცია, რატომ არის ეს რუსული? სამდე შენარჩუნდება ასე და შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? შეიძლება ეს იყოს სწორედ შემდეგი ნაბიჯი, ხო? რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომბინაციები ყოველთვის აქვს. რუსეთს თავისი საშინაო დავლებები გაწერილი აქვს, მათ შორის ყადაღებული კონფედერაციაც, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს იყო ცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ საქართველოს გამხდარიყო კონფედერაციული აფხაზეთ და ცხინვალის ჩათვლით, რაზეც უარი და მართებულად უარი თქვა მაშინ შევარდნაძემ, ამიტომ უარს იძახეს დღეს. არა, არის ეს ერთ-ერთი ვერსიაც, მათ შორის ექსპერტულ დონეზე არის. არა, უნდა აღიაროთ კონფედერაცია. არა, ახალი რეალობა არის ის, რომ კონფედერაცია რომ შეიქმნას, უნდა აღიარო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, შემდგომ უნდა გახდა კონფედერაცია და ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ გასვლა ამ კონფედერაციიდან როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს. აქ ეს არის ამბავი შესაბამისად სხვადასხვა საშინაო დავლებები რუსეთს აქვს. უბრალოდ ჩვენ რა გვაქვს? აი აქ გვაქვს ყველა დიდი პრობლემა, რომ აი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და კიდევ უფრო ცვლად ამას ვინმე მშვიდობას ეძახის, ხო, ესეც ძალიან მყიფე და ძალიან ბეჭავი მშვიდობაა, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირება და ის რისკები, რომელიც ამ ქვეყნის ხანგრძლივ მშვიდობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას ემუქრება, არანაირი, ასე რომ ვთქვათ, გრძელვადიანი გადაწყვეტილება არ არის და რეგიონში მიმდინარე პროცესების სამხრეთი აზერბაიჯანი საქართველოს კუთხით, როდესაც ტრიპის ამერიკის პრეზიდენტის პროექტით უნდა შემოსულიყო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა, საქართველოს აქაც რუსეთის გავლენის ობიექტია. ამ კონტექსტში ჩვენ შეიძლება გამიხილოთ სწორედ აი რუსული კანონის შემოღება, მერე შემოbrunება მეორეჯერ, იმიტომ რომ ეს ხო მოწმენდილცაზე იყო მეხივით, არანაირი პრობლემა ივანიშვილს არ ქონდა. 2024 წლის არჩევნებს მოიგებდა ყოველგვარი ეს პრობლემის გარეშე, იმიტომ რომ ოპოზიცია არ იყო მაშინ ფორმაში, საერთოდ არ იყო ისეთი ძაფრი განწყობა, როგორც მერე ამ რუსული კანონი. ანუ არაფერი არ ხდებოდა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ხალხი ბედნიერი იყო პირიქით, ყველა იყო კარგად განწყობილი და დღემდე ამოუხსნელა რაში დაჭირდა ამის გაკეთება, მაშინ ივანიშვილს მისი ამოცანა არ იყო მხოლოდ არჩევნების მოგება, მისი ამოცანა იყო საქართველოს რუსეთთან დაახლოება. კი, რა თქმა უნდა, აბა ისე რატო? არ არსებობს რომ ივანიშვილს რაში შეიძლება დაჭირვებოდა არჩევნების მოსაგებად. პირიქით გაურთულა სიტუაცია, ქვეყანაში ლამის რევოლუცია მოხდა, აქციები დაიწყო, უბედურება დაიწყო. შემდგომ რატო არ გააუქმა ეს კანონი და რატო დაამატა სხვადასხვა რეპრესიული კანონები? აი თუ მას ჭირდებოდა რუსული კანონი მისთვის რომ არჩევნები მოიგო, როდესაც ეს არჩევნები მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რატომ არ გააუქმა? რატომ არ გამოუშვა პოლიტპატიმრები? რატომ არ დაასტაბილურა ვითარება? ანუ აქ არანაირი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდებისკენ წაიყვანა და იმ ძველ კალაპოტში დაბრუნებულიყო, არ ყოფილა და ის სანქციებიც, რომელიც მას აქვს და ეხლა საუბარია, რომ ეს რაღაცა 2008 წლიდან იცოდა მან ესეც სხვა გასაგებია რომ რუსული კანონის მიღება იყო უბრალოდ რუსეთისთვის გაგორებული კოჭი ხო ანუ იმიტომაც დაერქვა მას რუსული კანონი და არა მხოლოდ ეს ერთი კანონი არამედ კიდევ სხვა ბევრი კანონი ხო ამიტომაც დაარქვა რუსული კანონი და არის მის გამო რა ქვია შინაარსი როგორი იყო და ვის გავდა ხო დატვირთვა და რეპრესიული ავტორიტარული ქვეყნების და არა დემოკრატიული როგორც იყო პირდაპირ ხო ვერ გეტყვი ეს უკვე მართლობა როდესაც დამამტკიცებელი არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფრენებთან დაკავშირებით რაც ჩვენ ვნახეთ ღიად ხო ეს აშკარად ნამუშევარი იყო წინასწარ და ეს ფრენების გახსნას და ეს რაღაცა გაუმჯობესების სურვილი ურთიერთობის ამას უკავშირდება. გასაგებია, მადლობა დიდი. თეონა აკუბარდია იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება გახარია საქართველოსთვის პოლიცაბჭოს წევრი გიორგი ჭანტურია. ჩვენ ვისაუბრებთ საგამოძიებო კომისიის შესახებ. ვიცით რომ გახარიას პარტია, რომელიც პარლამენტში ეთხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, ქიმიური იარაღით მოწამვლის თემაზე და ოცნებამ ამაზე უარი თქვა. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ჭანტურია გახარია საქართველოსთვის პოლიცაბჭოს წევრი მოგესალმებით გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თემა არის სასაუბრო საგამოძიებო კომისია ვერ შექმნილი საგამოძიებო კომისია თქვენი პარტია რომელიც პარლამენტში შევიდა ითხოვდით ქართული ოცნებისგან რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია ამ ქიმიური იარაღის თემაზე. თუმცა უარი მიიღეთ. უარის მიზეზი არის ის, რომ ისედაც ყველაფერი გამოძიებულია. და ისეთ ხმა შეგიძლიათ ამ პასუხზე. მოგესალმებით, მე ვესალმებ მაყურებელს კიდევ. ეხლა რო ვთქვა, რომ იმედი გქონდა, რომ ქართული ოცნება ამ საგამოძიებო კომისიას დათანხმდებოდა, ამის იმედი დიდად არ გქონია.
საერთოდ ჯამში კენჭის რა ხვნის მიცემა ხვალ უნდა იყოს საბოლოო პასუხი ოცნებისგან ხვალ მოვისმენთ. ამიტომ რა ქამდე ბიუროში განიხილებოდა და საკითხი და ბიუროზე მართალია ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერენ, იმიტომ რომ თუნდაც ქართულმა ოცნებამ 4 დღეში გამოიძია უკვე და წერტილი დაუსვა იმას, რომ არანაირი ქიმიური ნივთიერება იქ არ ყოფილა და ეს კანონის ფარგლებში მოხდა ადამიანების დაშლა. ხოლო ჩვენის მხრივ არათუ საერთოდ ეს საკითხი რომ გავშალოთ, ხო, BBC-ს გამოძიებით დაიწყო ყველაფერი. მაგრამ საინტერესო ნიშანდობლივი ჩვენთვის BBC-ს გამოძიებაზე უფრო მეტად იყოს შემდეგი კომენტარები, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს. თუნდაც პირველ დღეს ბატონი გომელაურის გაკეთებული კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, მეორე დღეს საერთოდ განსხვავებული პოზიცია უკვე ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და მესამე დღეს უკვე თავად ოცნების პრემიერ-მინისტრის კობახიძის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. სამივე კომენტარი იყო ურთიერთგამომრიცხავი, რასაც ზევიდან სუსის განცხადება დაედო, თავიდან ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ეს არ გამოუყენებიათ, მერე თქვეს, რომ გამოიყენეს, მერე თქვეს, რომ ნაცების დროინდელი არის ეს ნივთიერება. ეჭვი გონევრული ეჭვი საერთოდ და ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა რატომაც გაჩნდა არა მხოლოდ BBC-ს სიუჟეტი იყო ეგრეთ წოდებული საგამოძიებო, არამედ ოცნების წარმომადგენლების ეს ურთიერთგამომრიცხავი პასუხები იყო, იმიტომ რომ მათ სახეებზე და განცხადებებზე იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე საუბრობდნენ. არც კობახიძემ, არც გომელაურმა არ იცოდა იმ მომენტში საერთოდ ნივთიერება მართლა ირია თუ არა იმ წყლის ჭალში და შეიძლებოდა თუ არა დანაშაული ქართულ ოცნებას ჰქონდათ ჩადენილი ის ადამიანები იმ მომენტში არ ყვებდნენ საერთოდ რა მოხდა 2024 წლის მარტი-მაისის აქციების დროს. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, რომ 4 დღეში ახლა საკუთარ თავს არ გამოიძიებდნენ ახლა ეს ადამიანები და საკუთარ თავს დანაშაულად არ ცნობდნენ. 4 დღეში მართლა იმის რაღაცა ნემსი რომ მოიპაროს ადამიანმა იმის გამოძიება არ თავდება და ამ ხელა დანაშაულის გამოძიება 4 დღეში როგორ მოახერხეს? ნუ შესაძლო დანაშაულის მოდი ასე ვთქვათ, როგორ მოახერხეს ეს მართლა არის, ხო, კითხვის ნიშანი ხა. მარტო ვიღაცები ექსპერტიზა ჩაატარეს, არ ჩაატარეს, რომ ვიღაცები დავკითხეთო და ყველაფერი დავადგინეთო. ხო, საკუთარი თავი დაკითხეს, ვინ დაკითხეს, კაცმა არ იცის და ბოლოს თურმე ქართულმა ოცნებამ დაასკვნა, რომ ქართული ოცნება რაღაც ამბავში მართალი არის და ერთის მხრივ ეგეთი მოცემულობა გვაქვს, როცა საქმე არაბულ ინვესტიციაზე იგლ ჰილს ეხება, პრემიერ-მინისტრს შეუძლია რომ პარლამენტში მივიდეს და მთელი პარლამენტის სესია დაუთმოს ამ არაბულ ინვესტიციას და ამის PR-ს, ხოლო როცა საქმე ახლა ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, შეუძლიათ რომ ესე ნახევარ-დღეში ჩახურონის საქმე და თქვან რომ ქართული ოცნება ამის საერთოდ სუფთა არის. მაგრამ მე მინდა რომ ამ საგამოძიებო კომისიას ამ ნივთიერებების ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტს ეს მარტო ერთ პრიზმაში არ შევხედოთ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ თქვენ მოგეხსენებათ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვიხილეთ, სადაც რამდენიმე საინტერესო, ძალიან საინტერესო გარემოება დაადასტურა სტრასბურგმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც გარემოებებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, უკვე სტრასბურგიც ამბობს რამდენიმე საინტერესო გარემოებას. პირველი ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი და აუცილებელი იყო მოგერიება. მეორე ის, რომ დაშავდნენ ადამიანები და არაპროპორციული ძალა იყო რიგ 4 კონკრეტულ кейსში გამოყენებული და ეს кейსები არის რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხება კონკრეტულ შემთხვევებში და მესამე და ყველაზე საინტერესო რომ არც გახარიას და არც ერთ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად ის კითხვა, რაც აქამდე ყოველთვის აქტუალური იყო, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, საზოგადოებაშიც, რომ ვინ გასცა ბრძანება, საერთოდ ახალ პრიზმაში გადავიდა და ეს უნდა ეთქვა მე გახარია. ჩვენ რატო ვეკითხებით ამას ვერ მოვხდა. ანუ გახარიამ უნდა თქვას ეს, ხო? და აქამდე ეს უნდა თქვას, ეს უნდა თქვას გამოძიება. ჩემ თავზე პასუხისმგებლობას პოლიტიკოს, ხო? კი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიება. და მივალ ახლა აქამდეც რას გულისხმობთ. და საბოლოო ჯამში სტრასბურგმა ეს მოცემულობები დაადასტურა, კითხვა მაშინ თუ არა გახარია და გახარიას მოადგილეებს ბრძანება არ გაუწიათ და დანაშაული მარტო რეზინის ტყვეების გამოყენებას ეხება. მაშინ ვინ გასცა დავალება და რატო გაჩნდა რეზინის ტყვეები იქ სადაც არ უნდა გაჩენილი. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება და 2024 წლის აქციების უკანონო დაშლა, რაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ეხება და დღევანდელი ოცნების წარმომადგენლების განცხადება, ჩვენ ძალიან გონივრულ ეჭვს გვიჩენს,
რომ 2019 წლის 20 ივნის და 2024 წლის მაისის აქციების დროს დავალებები შეიძლება გაიცემოდა იმ ადამიანების ჯგუფისგან, ან ადამიანისგან, რომლებსაც პირდაპირ შემხედლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიძლება არ ქონოდა. ვისგან? ვისგან? ეს არის ბიძინა ივანიშვილისგან? ეს ბიძინა ივანიშვილისგან, ირაკლი კობახიძესგან, გომელაურისგან, თუ ვისგან? ეს არის გამოძიების ის საკითხი. ეს არის გამოძიების საქმე, რასაც ჩვენ ვითხოვთ და სტრასბურგის გადაწყვეტილებამ საერთო ჯამში ამ თემაზე სიტყვით კომისიას? ჩვენ ამ თემაზე კომისიას ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისხოვთ ქიმიური არაზე. კი. მაგრამ 20 ივნისის საქმეს? 20 ივნისის საქმე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ საერთოდ ისეთ პრიზმაში გადავიდა და შეიქმნა პროცესი, რა პროცესაც ჩვენ დამერწმუნეთ, რომ გავაგრძელებთ ისე როგორც საჭირო იქნება. იმიტომ რომ ქართული ოცნება ახლა ძალიან შეეცდება, რომ ეს 20 ივნისის თემა საერთოდ ჩახუროს და სტრასბურგის გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიმჩნიოს, მაგრამ გადაწყვეტილების მერე, სადაც თეთრ ჩავზე ამას პერიკით, რომ აი სტრასბურგმა დაგვავალა ესე გახარიას დაჭერა და ეხლა მიმართავთ გერმანიას და იმედია გერმანია ამ მოტივით მაინც გადმოგცემს ქართული ოცნება ვამარტივებ ხა დაჭერა მაგრამ გამოძიება რადგან დაგვავალა და აი სტრასბურგმა თქვა რომ იქ დაირღვა რაღაც უფლებები ესე იგი სწორად ვიჭერთ ქართული ოცნება იმასაც ამბობს რომ გიორგი გახარიამ თუნდაც ჩორჩანაში ეს საპოლიციო საგუშაგო ზურგზე მოიგდო და წაიღო ჩუმა და ისე ჩადგა რომ ქართული ოცნებამ არც უსმა და საერთოდ არამპერ ვერ მისმა ეს არის ქართული ოცნება საერთოდ ბევრ რაღაცას ლაპარაკობს ხო 3 დღის წინ ვოლსკიმ თქვა რომ კობახიძე არის იქ სადაც ამ ქვეყნის მომავალი წყდება და ეს იყო თურქმენეთში პუტინთან ერთად შეხვედრაზე ხო ეს ამასაც ამბობს ქართული ოცნება ბევრ რაღაცას ლაპარაკობს მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ გონივრული ეჭვი და სავსებით ლოგიკური ეჭვი გვიჩნდება იმასთან დაკავშირებით რომ 20 ივნის დავალების გამცემი და 24 წლის აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამრევის წყლის ჭაობში ამ დავალების გამცემი შეიძლება იყოს ერთ და იგივე ადამიანები ან ერთ და იგივე ადამიანი ვის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს ეს არის დამოუკიდებელი გამოძიების იმ გამოძიების დასადგენი რომელსაც რა თქმა უნდა ნდობა ექნება და არც იმის მოლოდინი არ გვაქვს რომ ქართული ოცნება რა თქმა უნდა საკუთარ თავს გამოიძიებს გახარიას გამოეძებია კაცო შესუსტ მინისტრი იყო მერე პრემიერ-მინისტრი იყო დავალები და პროკურატურისთვის ხო, პროკურატურისთვის გამოძიებელი იყო. რაც შეეხება მაგ ჩანაწერსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ესეც ნათლწერია, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში გამოძიება ასე თუ ისე მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, 2 წლის შემდეგ გამოძიება საერთოდ გამოძიების არაეფექტური ხაზი განვითარდა, რის შემდეგაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ეხლა ოცნება რასაც იტყუება, რომ თითქოს სტრასბურგმა ოცნებას დაავალა ამ საქმის თავიდან გამოძიება, ეს არის სიცრუე. სტრასბურგმა რაც თქვა, არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში 6 წელი რომ ამას იძიებ და ვერ გამოიძიე, ეს არის არაეფექტური და ეს აჩენს ეჭვებს, რომ შეიძლება ადამიანების პასუხისმგებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეხლა იმასაც ხვდებით და ლოგიკურია რომ ოცნება საკუთარ თავს არ გამოიძიებს, ხრაზე არის საუბარი, ხო, როცა ადამიანების მოწამვლაზე გვაქვს საუბარი 4 დღეში ადამიანებმა საკუთარი თავი გამოიძიეს და დაასკვნეს თურმე რომ სუფთები არიან და ეხლა შევახსენებ აუდიტორიას მაყურებელს რომ ეს ის ადამიანები არიან ხაძე რო იფიცებოდნენ რომ რა კორუფცია ორის კორუფცია ფული რო წინ დაგვიდო არც ერთი ოცნების წარმომადგენელი ამას ხელს არ მოკიდებსო და ახლა კი ვხედავთ რომ ღარიბაშვილს როგორ მოიხსნენ და ქართული ოცნების იმ რიგით წევრებსაც 2012 წლიდან რომლებიც ქართული ოცნების რიგებში ირიცხებიან. საბოლოო ჯამში მე მისქმა მინდა რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ და BBC-ს ამ სიუჟეტმა საინტერესო პროცესები ჩაუყარა საფუძველი, რასაც მე დარწმუნებული ვარ. რომ პოლიტიკურად ძალიან საინტერესო გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაისმევა და ქართულ ოცნებამ როგორც არ უნდა ცადოს რომ ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეიძლება 20 ივნისაც და 24 წლის აქციების დროსაც პასუხისმგებელი იყოს და დავალების გამცემი იყოს, როგორც ვერ უნდა ცადოს, გრძელვადიანში მაინც იმ ადამიანის პასუხისმგებლობას ამ საქმიდან ვერ გაიყვანს და ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიძლეოდეთ მაგის პირობას, რომ ეს საქმე ესე არ დამთავრდება. ანუ აქ თავარი კითხვა რაც არის ხა ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ თუ მართლები ხართ, არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოგიყენებიათ
ყველაფერი გამოიძიეთ, მასალები ხელთ გაქვთ, რა უშლის ხელს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. სწორედ, ოცნების ინტერესშივე უნდა იყოს. ოცნების ინტერესში უნდა იყოს, რომ აგერ კი ბატონო შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, თუ გინდათ რა ერთად საერთაშორისო კომისია შეიქმნას და ყველა ნახეთ რა, რომ მართლები ვართ. კი ბატონო. როცა ამაზე ვარს ამბობ, კიდევ უფრო მეტად მე რჩდება კითხვები. რა თქმა უნდა. კი, და არც ორი კვირის წინ არ იყო ოცნების პოზიცია და დადებითი ამ საგამოძიებო კომისიის მიმართ, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ოცნების არ არიან ახლა გამოუცდელი ხალხი ისწავლის რაღაცები და ხვდებიან, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ეს საგამოძიებო კომისია, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ დადგინდეს ნივთიერება იყო თუ არა გარეული და ვინ შეიძლება და დავალების გამცემი ყოფილი იყოს, ძალიან კარგად ხვდებიან ეს ადამიანები, რომ ეს თემა შეიძლება დალინკული იყოს ოცნებთან დაკავშირებით და საერთოდ სხვა პროცესები წარიმართოს და გასაგებია, რომ ოცნება ამ ხარს არ დაუჭერს, მაგრამ დავალოთ, იმიტომ რომ ხო, თქვენ გითხრათ, რომ საინტერესო პოლიტიკური პროცესები წავა მაინცო და რა პროცესებს გულისხმობთ? პროცესებს ხო, არ გაუსწრებ მოვლენებს ახლა და თავარი, რასაც ამოცემულობით ვიტყვი, არის ის, რომ კითხვა თუ ვინ გასაბრძანება 20 ივნის, ამის აქტუალიზაცია მოხდა თავიდან და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი ადამიანის პასუხისმგებლობა, რომლის პასუხისმგებლობასაც აქამდე უბრალოდ არც გვილაპარაკია, არც ვიცოდით და ასე შემდეგ და მე გაგახსენებთ ხომ, რომ გიორგი გახარია, როცა წულუკიანის საგამოძიებო საგამოძიებო კომისიაზე იყო მისული და გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდნენ, იქ გიორგი გახარიამ კაფეოდ განაცხადა, რომ მისი გადადგომის დღეს კაფეოდ დაინახა, რომ ვიღაც უხილავი ხელი და ყოველთვის გასაგები იყო ვის გულისხმობდა სხვა მინისტრების გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენდა. და სწორედ მაშინ, ხო თქვენ ახსენეთ, რომ აი მაშინ გახარიაო შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, მერე პრემიერი იყო და რატო არ გაუჩნდაო ეს ეჭვებიო და გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე ეჭვის გაჩენის ფრაგმენტი მან ხაზგასმით აღნიშნა და ხაზი გაუსვა მაგას, რომ გადადგომის დღეს ღამეს მან ნაცვლად დაინახა, რომ მანამდე ვერ ხედავდა? მანამდე ვერ ხედავდა? ხო. რომ რას, რომ ვიღაცის ხელი ერეოდა პოლიტიკურ პროცესებში, ხა მთელმა საქართველოს ვიცოდით, ხო, ხა რომ ივანიშვილი არცად წასული არ იყო და ხა გახარიას რატო ქონდა ამაზე იმის? მე გახარიას მაგიროთ მაგ კითხვაზე არ პასუხს არ გავცემ, მაგრამ იმის თქმა დაამდვილებით შემიძლია, რომ გიორგი გახარია მართავდა ქვეყანას მანამ, სანამ მას პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტები ხელში ჰქონდა და ნაცვლად ხედავდა, რომ თვითონ როგორც პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა თვითონ. როცა მან დაინახა პირველ მაგალითზე, რომ არა თვითონ, არამედ ვიღაც უხილავი ხელი თავის კაბინეტის მინისტრებს მითითებებს აძლევდა, ის გამოვიდა მეორე დღეს და ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, გიორგი გახარია გადადგა და მერე ვიხილეთ გაგრძელება, რომ გიორგი გახარია რო გადადგა, მერე გახდა თუნდაც ქვეყნის მოღალატე, მერე თუნდაც ჩორჩანაში საგუშაგო ჩაუდგამს, 20 ივნისით თუნდაც გახარიას მოუწყვია და ეს ყველაფერი რიგითი აბსურდული სიგიჟეები. გადადგა მაგის გამო არა, უფრო რომ გადადგა და სახლში არ წავიდა. ხო, სახლში ოპოზიციაში რო წავიდა, ამის გამო არის ალბათ გაბრაზებული ეს ერთი კაცი მასზე, იმიტომ სხვა პრემიერ-მინისტრები ისე წავიდნენ, რომ მას მათთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნილა, გულისხმობ ბახტაძეს და კვირიკაშვილს, აი რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, მასთან დაკავშირებით ხედავთ, რომ მე მგონი ივანიშვილა წინასწარ არ დაიჭირა, რომ გახარია არ დამემართეს და ეს ოპოზიციაში არ წავიდესო და ნუ ხედავთ რა პროცესების მიმდინარეობს ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ პარტიაში დაბრუნდეს და მადლობები უხადოს ბატონობის ელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს არავის არ გაგურძება მე მგონი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ერთხელ ივანიშვილმა გააგდო და ვიცით მე ეს პრემიერ-მინისტრად დანიშნა რაღაც ტოქსიკური სიყვარულის ისტორია აქვს ამ ორ ადამიანს და არაფერი გასაკვირი არ იქნება ჩემი აზრით. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ჭანტურია, გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რატომ თქვა უარი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქართულმა ოცნებამ, სწორედ ეს პარტია ითხოვდა ქიმიური იარაღის გამოყენასთან დაკავშირებით შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და თუ მართლები ხართ დასამალიც არაფერი გექნებათო, თუმცა ქართულმა ოცნებამ მაინც უარი განაცხადა. მე გემშვიდობებით 1 საათის წყლის ნახევარზე გადაცემით პოლიტიკურ სიმსე დაგებრუნებით, მანამდე კი გიტოვეთ თავარ საინფორმაციო გამოშვებას.